ქრისტეს მიერი სიხარული არის განცდა იმისა, რომ იესო ქრისტე ჩვენს გულში მყოფობს. რა ხდება ადამიანში, როდესაც იგი ქრისტეს ცნებებს აღასრულებს? თავისუფლება ყოველი ადამიანისთვის შინაგანი აქტია, რომელსაც ქრისტე გიბოძებს. რით განსხვავდება მშრალი იდეოლოგია ეკლესიის ცოცხალი გამოცდილებისაგან? მეცნიერებამ, რომ ღვთის სიბრძნესთან ითანამშრომლოს, სასწაულებს მოახდენს და მოგების საძმოს მიაღწევს. ანუ ღვთისმშობლობა მართლაც შეგვიძლია. დიახ, ეს წმინდათა გამოცდილებაა. დაგლოცეთ მეუფეო. ღმერთმა დაგლოცოთ. შობა მოდის და წმინდა მამები გლოცავენ, რომ გულში ქრისტეს მიერი სიხარული გქონდეს. რას ნიშნავს ქრისტეს მიერი სიხარული გულში? ქრისტეს მიერი სიხარული არის განცდა იმისა, რომ იესო ქრისტე ჩვენს გულში მყოფობს. და როცა ადამიანი ამას შეიგრძნობს, ამ სიხარულს ვერაფერი ჩააქრობს. და იგი ქრისტეს მადლით ჩვენს გულში მოუკლებლად აღმოედინება. მეუფეო, 2025 წლის წინ ზამთრის ერთ ღამეს ბაგაში იშვა ძე ღმრთისა, რათა ჩვენთვის ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა. საკუთარი თავის შესახებ ჭეშმარიტება ეუწყებინა და არა მხოლოდ ეკადაგა, არამედ ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის საიდუმლოება დაეწესებინა. წმინდა მამების თანახმად, ეკლესიის გამოცდილება აბსოლუტურად პრაქტიკული და ემპირიულია. ეკლესიაში დღესასწაულის სხვა არაფერია, თუ არა ცხადი ნიშანი და გამოცდილება იმ ადამიანთა გულისა, რომელთაც ქრისტე შეიცნეს და მისი მცნებების მიხედვით იცხოვრეს. მეუფეო, რა ხდება ადამიანში, როდესაც იგი ქრისტეს მცნებებს აღასრულებს? წმინდა მამები ქრისტეს მიერ ცხოვრებას ბიოლოგიურ მუცლადღებას ადარებენ. როგორც ქალი გრძნობს, რომ მუცლით ნაყოფს ატარებს, ზუსტად ასე გრძნობს ადამიანის გული მასში ქრისტეს ყოფობას. და ქრისტეს მადლით ეს პიროვნება ღვთისათვის სათნოდ იწყებს ქცევას. რას ნიშნავს ღმერთთან მიახლება მისი მცნებებითა და კანონებით? რომელია ღმრთის მცნებები და როგორ უახლოვდებით ღმერთს ამ მცნებებით? ღვთის მცნებები და კანონები ქრისტეს ეკლესიის განჩინებული სიმდაბლით სავალი გზაა. როგორც ქრისტე განკაცდა, უკიდურესად დამდაბლდა, ადამიანის მსგავსად უნდა დამდაბლდეს, შეიძინოს სიმდაბლე და შემდეგ უკვე მადლის მიერ განიღბთობა. ეკლესიასთან დაკავშირებით წმინდა მამები გვირჩევენ, რომ ახალი იდეებისა და მოსაზრებებისგან თავი შორს დავიჭიროთ და ყველაფერი გამოცდილებაზე დაფუძნებული იყოს. გამოცდილება ან გვაქვს, ან არა და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ გონია, რომ ეკლესიაში ვართ, მაგრამ იდეოლოგიისა და რაციონალიზმის ხალხში აღმოჩნდებით ხოლმე და ხშირად პრაქტიკულ გამოცდილებას უგულებელყოფთ. განგვიმარტეთ, რით განსხვავდება მშრალი იდეოლოგია ეკლესიის ცოცხალი გამოცდილებისაგან? იდეოლოგია ნიშნავს, რომ იდეის გწამს, რომელიღაც თეორიის მიმდევარი ხარ და სულ ესაა. ეკლესია კი ამას არ სჭირდება და ადამიანში ცოცხალ გამოცდილებას ეძებს. შესაბამისად, რაც წამს, ის გულშიც განცდილი უნდა ჰქონდეს, რადგან თუ გამოცდილება არ გაქვს, როგორ გააჩვენებს პრაქტიკულად და ცხოვრებისეულად, რომ რისიც გჯერა, ის ჭეშმარიტებაა. მეუფეო, როგორ მიიღწევა ეს ცოცხალი გამოცდილება? ხშირად გარეგნულ ფორმებში ვიკეტებით და ეკლესიაში დავდივართ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. მხოლოდ ამაში როდია საქმე. ბევრი გარეგანი და ამავდროულად შინაგანი ფაქტორია. ეკლესიაში მივდივარ გააზრებულად. ეს ნიშნავს, რომ ქრისტესთან ურთიერთობას ვცდილობ. საკუთარ ცოდვებს ვგლოვობ და ჩემს მოყვასა და ზეციურ მამას ვეზიარები.
პატიობს სრულიად სამყაროს და საკუთარ თავსაც. ქრისტეშობის დღესასწაულით ეკლესია სიხარულის საიდუმლოს განგვიცხადებს, თავისუფლებით, ნებსით მისხვნელი სიყვარულის საიდუმლოს, რომელიც ძალით არავის მოეხვევა თავს. მამების თანახმად ეს ქვეყანა ძალითა და ძალაუფლებით იმართება, მაგრამ ქრისტეს შობა ამ ყოველივესგან გვათავისუფლებს. მეუფეო, განაქვეყნიერებას ახლაც, აგერ უკვე 2000 წელია ძალაუფლება არ განაგებს, მაშინ როგორ გაგვათავისუფლებს მისგან უფლის შობა? ჩემთვის ამის გაგება რთულია. გარეგნულად შეიძლება უკეთესობისკენ მართლაც არაფერი შეცვლილა. დაიგებ, ქრისტეს ეპოქასთან შედარებით გაუარესდა კიდეც. მაგრამ თავისუფლება ყოველი ადამიანისთვის შინაგანი აქტია, რომელსაც ქრისტე გიბოძებს. უფალმა ადამიანურ ღირებულებათა პირამიდა ამოაყირავა და ის, ვისაც შენდობა და მიტევება უნდა მიეღო, ბოლო ადგილზე განაწესა და თქვა, რომ ვისაც სურს იყოს პირველი, იყოს უკანასკნელი და მსახური ყოველთა. მან ამოატრიალა ადამიანური ყოფა და ცხოვრების ახალი დასაწყისი გვიბოძა. რომელიც უნდა გამოვცადოთ. ხადია, ჩვენ ცხოვრებაში უნდა გამოვცადოთ. მამები ამბობენ, რომ უფალი უჟამოდიშვა მამისგან გარეშე დედისა და იშვა დროში დედისაგან გარეშე მამისა. ეს ქალწულებრივი შობა ქრისტეს ადამიანური ბუნების სისავსეს სრულებითაც არაკლინებს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობელი ქალწული იყო, მან ჭეშმარიტად და რეალურად ჩვა ნამდვილი ადამიანი, ღრმა. მეუფეო, რატომ გახდა საჭირო ამ კაცობრივ შობას ესოდენ განსაკუთრებული ფორმა მიეღო? იმიტომ რომ ადამიანის შობის დღევანდელი ფორმა დაცემის შემდგომი მდგომარეობაა. დასემამდე ადამიანი დღევანდელი წესით კი არ უნდა დაბადებულიყო, არამედ სხვა ფორმა უნდა არსებულიყო, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვუწყით, მაგრამ ვიცით, რომ ახლა, როგორც ვიბადებით, დაცემის შემდგომი მდგომარეობაა. ხალი სწორედ ამიტომ დაიბადა ქალწული დედისგან და ქალწულადვე დაიცვა იგი შობის შემდეგ. ამგვარად არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ შეიძლებოდა უბრალოდ წმინდა მამა ყოლოდა, ანუ წმინდა ოჯახი ყოფილიყო. არა, ეს ვერ მოხდებოდა. წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ბრძანებს, რომ ყველანი ღმრთის მშობელნი უნდა გავხდეთ. ძალიან ლამაზი ფრაზაა და ნიშნავს, რომ ჩვენში უნდა იშვას ღმერთი. როგორ უნდა მოხდეს ეს? როგორ გავხდეთ მშობელნი ღმრთისა? ეს მაშინ მოხდება, როდესაც ცნებების დაცვით ღმერთს ჩვენს წიაღში მივიღებთ. ეკლესიის საიდუმლოებებითა და წმინდა მცნებათა დაცვით ქრისტე ჩვენს გულში რეალურად იშვება და არა თეორიულად და ადამიანის გულის ჭეშმარიტი გამოცდილება ხდება. ანუ ღმრთისმშობლობა მართლაც შეგვიძლია. დიახ, ეს წმინდათა გამოცდილებაა. ერთი ცნობილი თეოლოგი ადამიანის სულიერ შობას ღრმა ღმერთთან აკავშირებს და წერს, რომ სიტყვები ღრმა და ღმერთი შობის საიდუმლოებას კარგად გამოხატავს. ჩვილი და ღმერთი ეს საიდუმლოებაა, რომელიც იმ ბავშვს მიემართება ყოველ ზრდასრულში რომ ცხოვრობს და ესმის ის, რისი მოსმენაც მხოლოდ ბავშვს ძალუს და სიხარულით ეხმიანება იმას, რისი შეგრძნებაც მოზრდილს თავის დაღლილ და ცინიკურ სამყაროში აღარ შეუძლია. ეს რომ წავიკითხე, კითხვა გამიჩნდა. ღმერთი ჩვენში დაფარულად მკვიდრობს, ვითარცა ღრმა? ანუ იგი მუდამ ჩვენშია და ესმის, ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ. კარგი. ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტე ჩვენში და ჩვენ სინდისშია, ღვთის იმ ხმაში, გულში რომ ვატარებთ. მაგრამ ცხადია, ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებისა და ჩვენი ღვაწლის მიერ იგი გამოცდილებისეულად შემოდის ჩვენში. ყველა ადამიანი ზეციური მამის შვილია, ხოლო ნათელღებული მადლისმიერი შვილი ხდება ღვთისა. შინაგანი კაცი ბერდება, როდესაც საკუთარ თავში იკეტება და არ იხსნება. რაც უფრო ჩაკეტილია ჩვენი სამყარო, მით უფრო ძნელად იღებს ნათელს, როგორც ამას მამები ამბობენ. ძალიან მნიშვნელოვანია შევძლოთ და ჩვენი სიმძიმეები, ჩვენეული იდეები, გამოცდილებები და შეგრძნებები დავთმოთ და პატარა ბავშვებივით შევიდეთ ქრისტეს სამყაროში. მეუფეო, როგორ მოვიშოროთ დაქანცული ადამიანის აზროვნება, რათა შინაგანად ბავშვებად ვიქცეთ და ჩვენში ეს დღესასწაული გაცოცხლდეს. ნამდვილად არის ეს შესაძლებელი. შესაძლებელია, რადგან უფალი ჩვენგან შეუძლებელს არასდროს არ ითხოვს. ღვთის მადლით ყველაფერი შესაძლებელია. როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, ყოველივე ძალმიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ და როგორც უფალმა მოწაფეებს უთხრა, შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არის ღვთისა მიერ.
მეუფეო, ქრისტე გამოქვაბულში იშვა. ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ იშვა იგი გამოქვაბულში? მამათა თანახმად ამას ორი მიზეზი აქვს. ადამიანის სული და შესაბამისად მისი საცხოვრებელიც უფრო ბინძური იყო ვიდრე ის გამოქვაბული. თანაც ამით ქრისტემ გვიჩვენა, რომ მის ნებას ძალუძს ბოსელი და უწმინდურებაც კი ზეციურ სავანედ გარდაქმნას. ჩემი კითხვა ასეთია: რატომ არ გარდაქმნის ადამიანს თავისი სურვილისა და ნების შესაბამისად და მთელი ამ დაბრკოლებების გავლა გვჭირდება? რატომ არ არის ცხონება უფრო მარტივი? იმიტომ რომ პირუტყვი და მონება დაბადებული არსებები არ ვართ. არამედ თავისუფალი ქმნილებები ვართ, რომლებსაც თავისუფალი ნება გაგვაჩნია. ჩვენ ღვთის ხატად შევიქმნით და ღმერთი ამას არ უგულებელს ყოფს. არამედ ჩვენს თავისუფლებას პატივს სცემს და არაფერს არ გვაიძულებს. აქ თავი და ბოლო თავისუფლებაა. თავისუფლება, რომელზეც ყველაფერია დამოკიდებული. ბაგასთან მისულმა მოგვებმა მთელი ქვეყნიერების სიბრძნე მიიტანეს, ყველაფერი, რაც მანამდე იყო ცნობილი. დღევანდელი გაგებით ვიტყოდით, რომ ისინი საუკეთესო მეცნიერები იყვნენ, მაგრამ შეძლეს, რომ ახალშობილ ყრმაში მხსნელი ეცნოთ და თაყვანი ეცათ, როგორც თავიანთი მეფისაა და ღმერთისთვის. ისინი ამისთვის მზად იყვნენ, საყმრთო სიბრძნეს მიწიერ სიბრძნეზე გაბატონების ნება დართეს და თავიანთი ცოდნა ზეციურს დაუმორჩილეს. ყოილადროდი გვასწავლის პავლე მოციქული, რომ კაცობრივი ცოდნა, როდესაც ღმრთაებრივს დაუპირისპირდება, სიშლეგე და სისულელეა. უკიდურესად მწირი და ღარიბია ადამიანის გონება საყმრთო სიბრძნესთან შედარებით. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ქვეყნიურმა სიბრძნემ ღმრთის სიბრძნე მიიღოს. მაგალითად, მოგვები თავმდაბლები იყვნენ და ამიტომ შეძლეს. რატომ არ ძალუს მეცნიერებას სულის და გონის არსებობა ირწმუნოს? მეცნიერებამ რომ ღვთის სიბრძნესთან ითანამშრომლოს, სასწაულებს მოახდენს და მოგვების საზომს მიაღწევს, რომლებსაც, როგორც აღნიშნეთ, სიმდაბლე გამოარჩევდათ. თუ ადამიანური სიბრძნე სიმდაბლეს შეერწყმება, მაშინ ხდება ღმერთთან თანამშრომლობა შესაძლებელი და ამ თანხმდრის შედეგები სასწაულებრივია. მამათა თანახმად მოგვებმა გულის გახსნა შეძლეს. დიახ, და იმევას ვიტყოდი მეცნიერებზეც. და მეცნიერს გულის გახსნა შეუძლია? რატომაც არა, განა მეცნიერი ადამიანი არაა? სწორად თუ იმოქმედებს, ხელი არ შეეშლება. უნდა ვაღიაროთ, რომ ქრისტეშობის ამ წმინდა დღეებშიც კი ადამიანთა დიდი ნაწილი ღმრთის ამ დიდ სიყვარულს ვერ ვაცნობიერებთ. შობა უფრო ტრადიცია, რომელსაც ვერც ვიაზრებთ. გულზე არ გვეხება და რაც ყველაზე უარესია, ჩვენს შემყვარებელ ღმერთს ჩვენს წილ სიყვარულს არ ვუბრუნებთ. წმინდა მამები გვასწავლია, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხისწორედ ისაა, რომ ღმრთის ჩვენ და მის სიყვარულს ვერ შევიგრძნობთ და არც ჩვენ გავცემთ. მეუფეო, ყოველდღიურ ურთიერთობებში ძალიან მარტივად მიხვდები, ვის უყვარხარ, თუნდაც ადამიანურად და შესაბამისად ამ სიყვარულს სხვადასხვა ფორმით პასუხობთ ხოლმე. როგორ არის შესაძლებელი ღმრთის სიყვარულს ვერ ვგრძნობდეთ და რა კი ვერ ვგრძნობთ, არც ვეხმიანებოდეთ მას? ერთხელ მამა ეფრემთან რჩევის საკითხავად მივედი და ჩემი შეშფოთების საპასუხოდ მითხრა: ლოცვისას თქვი, უფალო, მოეც ძალი სარწმუნოებასა ჩემსა. ეს პასუხი ძალიან მომეწონა და ვინუგეში. მამა ეფრემმა ძალიან კარგად მითხრა, მაგრამ შინ დაბრუნებულმა ვიგრძენი, რომ ამგვარი ლოცვის, ამგვარი თხოვნის მრცხვენია და კიდევ უარესი, ვაღიარებ, რომ ცოტა მცირედ მორწმუნეობაში ჩავარდი. ვიფიქრე, როგორ არის შესაძლებელი ვითხოვო და უმეტესი რწმენა მომეცეს მეთქი. ეს სირცხვილი არაა? ფიქრობ სიტყვები უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე ყველაფერს ამბობს. წყალობა მოიცავს ყველაფერს, რაც ქრისტესგან გვჭირდება. მან უწყის ჩვენი საჭიროებანი და საკუთარ თავს მის მზრუნველობას ვანდობთ. საჭირო არ არის ღმერთს ვასწავლოთ. ქრისტე ისტორიაში ერთადერთი პიროვნებაა, რომლის არა მხოლოდ შობა, არამედ მთელი ცხოვრება, ჯვარზე სიკვდილი და აღდგომა, დედამიწაზე მის მოვლენებამდე საუკუნეებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები. ესაიას წინასწარმეტყველება ქალწულისგან მხსნელი შობაზე 800 წლით ადრე წარმოითქვა. თანაც თითქოს ეს ყველაფერი თვალწინ ედგა, როცა ამბობდა: აჰა, მუსლად იღებს ქალწული და შობს ძეს.
მამები ამბობენ, რომ წინასწარმეტყველებანი ქვაკუთხედია სამყაროში ღმერთის ისტორიული გამოჩინების სწავლებისა. შიშობ ჩვენ წინასწარმეტყველებებს ძალიან მცირედ ყურადღებას ვაქცევთ. ცხადია, შობის დღეებში მათი მოსმენა ეკლესიაში გვიწევს, მაგრამ მაინც როგორ მოხდა მეუფეო, რომ 800 წლით ადრე ეუწყათ და დაწერეს ღმერთის განკაცების შესახებ. ეს სულიწმინდის მადლით მოხდა და არა ადამიანური ძალისხმევით. ეს მადლის მოქმედებაა. ყოველ სახიერმა ღმერთმა წინასწარმეტყველთა გულს ერთგვარი უწყება მისცა და მათ სულიწმინდის მიერ მომავალი იხილეს. თანამედროვე ეპოქაში ისეთმა წმინდა პიროვნებებმა, როგორებიც არიან მამა პაისი, მამა პორფირი, მამა იაკობი, მამა სოფრონი, იოსებ ისიქასტი, მამა ეფრემი და სხვები, თავიანთი ცხოვრებითა და გავლილი გზით გვაჩვენეს, თუ როგორ იშვება ადამიანის გულში ქრისტე, როგორ იქცევა ეს ჩვენი ცხოვრების მთავარ მოვლენად და თანაც არა სიმბოლურ, არამედ რეალურ ფაქტად. გაგვიზიარეთ გამოცდილება, როგორ ზეიმობდნენ ქრისტეშობას ეს თანამედროვე წმინდანები. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ზეიმობდნენ ისინი, მათი მსგავსნი უნდა გავხდეთ. როგორც გვსმენია, ეს მათი ცხოვრების ყოველდღიურობა იყო. შობა მათთვის მხოლოდ ერთი კალენდარული დღე კი არა, ყოველდღიური ყოველწამიერი მოვლენა იყო. ისევე როგორც ჯვარცმა და აღდგომა ქრისტესი. შობამდე რამდენიმე დღით ადრე თქვენთვის ახსარებაში რომ ეკითხა ვინმეს. ამ შობიდან როგორ გავიაზროთ და დავიწყოთ ქრისტეს მიერი ცხოვრებაო, რას იზამდით? იმისათვის, რომ გულში ქრისტე შევიდეს, საჭიროა სინანული და ლოცვა. სულ ესაა, არაფერი განსაკუთრებულად რთული და ჩახლართული. ქრისტეს პოვნა ძალიან მარტივია. რამდენადაც დამღლელია, იმდენად მარტივიცაა. ძალიან მარტივი. დიდი მადლობა მეუფეო. თქვენს გმადლობთ, გილოცავთ. ამ გადაცემის ბოლოშიც გავედით. გმადლობთ, რომ ჩვენთან იყავით. შობას გილოცავთ.